დღევანდელი ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი მარიამ გალობლიშვილია. საიდან იწყება საკუთარი თავის სიყვარული? რაც ზოგადად საკუთარი თავის მოვლას და საკუთარ თავში დროის და ენერგიის ჩადებას ეხება, აი აქედან იბადება ზუსტად საკუთარი თავის სიყვარული. თვითონ თვითშეფასება არ ყალიბდება სარკის წინ, ეს ყალიბდება ღრმა ბავშვობაში. ხშირად არის რომ ძალიან ლამაზი ქალი, მაგრამ სულ თავის თავს აკრიტიკებს. თუ მშობელი იყო ძალიან ისეთი მუდმივად შედარებას ახდენდა ბავშვის სხვა ბავშვებთან, ბავშვი ითრგუნება, თვითშეფასება ვარდება. მშობელმა სად არ უნდა დაუშვას შეცდომა. ბავშვმა საერთოდ უნდა იცოდეს მთავარი მესიჯი მშობლისგან, რომ შენ როგორიც არ უნდა იყო ვიზუალურად, მით უმეტეს ვიზუალურად რა მნიშვნელობა აქვს, მე შენ ისეთი მიყვარხარ. რა არის, რას ნიშნავს ბავშვობის ტრამვა? ზოგჯერ იმიტომ ვერ იაზრებ, რომ ეს ტრამვაა, რომ ეს თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. რა იწვევს კვებით აშლილობას და სად უნდა ვიყოთ ფრთხილად მოზარდებში? კვებითი აშლილობა უკვე არის კლინიკური სურათი. საიდან მოდის თავდაჯერებულობა და აი მანდაც ზღვარი სად არის? თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა, დასწავლადია. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჭირდება მას ფსიქოლოგიური დახმარება? თუ არის შიშები, ფიქრები, აკვიატებები, დეპრესია, ნერვოზი, ქცევითი აშლილობები, ხო, ამ შემთხვევაში ახლობლებიც უნდა მიხვდნენ. ხანდახან ადამიანს არ უნდა რომ მიიღოს ის მომენტი, რომ რაღაც პრობლემა აქვს. როგორ უნდა ვეცადოთ, რომ ავირიდოთ ეს ყოველდღიური სტრესები? პატარა რაღაც თავშესაფარები უნდა გქონდეთ, ასე ვთქვათ, მეტაკოგნიცია ქვია, როცა ადამიანი ფიქრობს თავის ფიქრზე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, სივრცეს, სადაც სილამაზეზე ბევრად ღრმად ვსაუბრობთ. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი სილამაზე მხოლოდ კანის მოვლა და ესთეტიკური პროცედურები არ არის, ის იწყება შინაგანი სიმშვიდიდან, ჯანმრთელი ფსიქიკიდან და საკუთარი თავის სიყვარულიდან. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი მარიამ გალობლიშვილია. მარიამი ფსიქიატრების ოჯახში გაიზარდა, ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა მისთვის ბავშვობიდან ძალიან ახლობელია. გამარჯობა მარიამ. მარიამ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში. ნატალი ჯგუფში წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვზრუნავთ გარეგნობაზე ადამიანების. თუმცა წლებმა გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და შედეგიც 100%-იანია, როდესაც გარეგნულ ვიზუალს შინაგანი სიმშვიდე თანსდევს. აი ზუსტად ამ იმაზე გვინდა ვისაუბროთ და ხაზი გაუსვათ სილამაზესა და ფსიქოლოგიას ურთიერთკავშირს. მარიამ, დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან პოდკასტში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მარიამ, ყოველთვის ფსიქოლოგები გვეუბნებიან და ასე ვთქვათ, სულ კარნახობენ, რომ ყველაფერი იწყება საკუთარი თავის სიყვარულით და ჩვენ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. ესე თითქოს ძალიან მარტივია, ესე მარტივა ჟღერს, თუმცა რა დგას ამის უკან? აი როგორ, აი მაგალითად მოზარდი გოგო, რომელსაც აქვს თქვათ ბევრი კომპლექსი, აქვს გარდატეხის პერიოდი და ვეუბნებით, რომ შეიყვარო საკუთარი თავი. საიდან იწყება საკუთარი თავის სიყვარული? საკუთარი თავის სიყვარული ზოგადად ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, მაგრამ დღეს რაკის სილამაზეზე ვსაუბრობთ, ალბათ უფრო იგულისხმება საკუთარი სხეულის სიყვარული და მიმღებლობა, ხო? ზოგადად საკუთარი თავის, თუ რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მთავარია, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის, ასევე საკუთარი გარეგნობის. დიახ, ზოგადად აი სიყვარული რას გულისხმობს? ჩვენ გვიყვარს ის ადამიანები და ის თუნდაც ცხოველები, მაგალითად ყველა კატა მიყვარს, მაგრამ ჩემი კატა ყველას მირჩევნია. რატომ? იმიტომ რომ რესურსდებ მასში. თქვათ ეს ფინანსური რესურსი იქნება, ფსიქოემოციური რესურსია და აქედან გამომდინარე ის გამორჩეულად მიყვარს. შესაბამისად, სიყვარული ზოგადად გულისხმობს რაღაც რესურსების ჩადებას და საკუთარი თავიც არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ეს გულისხმობს, რომ საკუთარ თავში რაღაც რესურსები უნდა ჩავდოთ, დრო უნდა დავუთმოთ, უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, შეძლების დაგვარად უნდა ვივარჯიშოთ და აი ეს ყველაფერი, რაც ზოგადად საკუთარი თავის მოვლას და საკუთარ თავში დროის და ენერგიის ჩადებას ეხება, აი აქედან იბადება ზუსტად საკუთარი თავის სიყვარული. ანუ უნდა ვიზრუნოთ უფრო მეტად კი, საკუთარ კი, თავზე მეტი და დრო მეტი გავატაროთ რესურსი საკუთარ ჩავდოთ თავთანაც. ჩვენ საკუთარ თავში. მაგრამ- ეს იქნება შინაარსობრივიც ალბათ და არა მხოლოდ, ხო? თუმცა ალბათ ძალიან ხშირია, ხო, რომ ლამაზ ქალბატონებს თავდაჯერებულობა აკლიათ. აკლიათ და ყოველთვის
რაღაც თავიანთი თავის მიმართ აქ აი აქ რა კრიტიკა ხო ხშირად არის რომ ძალიან ლამაზი ქალი მაგალითად სულ თავის თავს აკრიტიკებს ეს ძალიან თითქოს პარადოქსია მაგრამ რეალურად მართლა ასეა იმიტომ რომ თვითონ თვითშეფასება არ ყალიბდება სარკის წინ ეს ყალიბდება ღრმა ბავშვობაში აი გააჩნია როგორი მშობელი ყავდა თუ მშობელი იყო ძალიან ისეთი მუდმივად შედარებას ახდენდა ბავშვის სხვა ბავშვებთან ძალიან კრიტიკული იყო ძალიან მაღალი სტანდარტები ჰქონდა აქედან გამომდინარე ბავშვი ითრგუნება თვითშეფასება ვარდება თუმცა კარგი ამბავი ის არის რომ ფსიქოლოგთან მუშაობით შეგიძლიათ რომ თქვენი დაზიანებული თვითშეფასება მაღლა აიმაღლოთ ასევე არის კიდე ის მომენტი რომ აი ხა თქვენ ქალბატონებს მე რო გითხრათ რომ შემოვედი იმიტომ არ გითხარით რომ ძალიან ლამაზები ხართ ხო ეს გაგიხარდებათ ცხადია მაგრამ აი ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავალთ მე თქვენი ხარ რაღაც იარლიკი დაგკიდეთ ასე ვთქვათ რომ ეს შინაგან დაძაბულობასაც იწვევს იმიტომ რომ ჩემს წინაშე სხვა დროს მაქსიმალურად ეცდებით რომ ეს სტატუსი რაც მოგანიჭეთ არ დაკარგოთ და აი ლამაზი ადამიანი ხა საქვეყნოდ რო არის ცნობილი რომ ძალიან ლამაზია ყველა უფრო მეტად აკვირდება და უფრო მეტად ღელავს და უფრო მეტად არ უნდა რომ ეს სტატუსი რაღაცნაირად დაკარგოს პლუს ამას კიდევ არის ის მომენტი რომ ლამაზ ადამიანებსაც აქვთ შედარების მომენტი სოციალური ხა ლამაზი არ დაილევა კარგზე კარგი არ დაილევა და ეს შედარებები მერე ასევე ქმნის გარკვეულწილად პრობლემას აი მშობელმა სად არ უნდა დაუშვას შეცდომა აი მაგალითად აი ზღვარი თქვათ აი თუნდაც რა დოზით შეიძლება უთხრათ ჩვენ შვილებს კომპლიმენტი მაგალითად რომ ლამაზები არიან კარგები არიან ან პირიქით აი ეს ზღვარი სად გადის სახალისება ბავშვის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვმა საერთოდ უნდა იცოდეს მთავარი მესიჯი მშობლისგან რომ შენ როგორიც არ უნდა იყო ვიზუალურად მით უმეტეს ვიზუალურად რა მნიშვნელობა აქვს მე შენ ისეთი მიყვარხარ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ხა შეიძლება სწავლაზე არ უთხრა ადამიანს ბავშვს რომ მაგრამ ნუ აი ეს მიმღებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვთვლი რომ ეხა ბავშვთა ფსიქოლოგი მე არ ვარ, მე დასრულთა ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ მე პირადად შემშულებს ესე უზრდი რომ სულ კომპლიმენტებს ვეუბნები და ვეუბნები რომ ლამაზები არიან. მე სხვათა შორის, მაგრამ თან ვფრთხილობ იმიტომ რომ მაინც მგონია რომ რაღაც ზღვარი საჭიროა და აი მშობლის აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ მშობელმა თავის დროზე ბავშვს ასე შთააგონა და უთხრა, ხო? მე ის აზრი რომ შეიცვალოს ძალიან დაბალი ალბათობა. მშობლის ლაპარაკი მშობლის დამოკიდებულება შვილის მიმართ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მარიამ, ალბათ მე მგონი ყველას გვესმის და სალომე რომ სულ არის რომ აი ბავშვის ტრამვა, აი რაღაც პრობლემა აქვს, დეპრესია და სულ მესმის ერთი და იგივე და სულ მაინტერესებდა და აი პირველი ისეთი სამაქ რა ქვია შეხვედრა სულ მინდოდა რომ რა არის, რას ნიშნავს ბავშვობის ტრამვა და სულ ვფიქრობ რა არის ისეთი რაც უნდა მშობელმა გაითვალისწინოს ანუ რა ტრამვისგან აქვთ მიღებული შემდგომ როდესაც ეს დეპრესიაში არის და სულ მესმის რომ ყველა დეპრესიაშია მე მგონი დღეს. არა, ეხა ყველა დეპრესიაში რაღაც უტრირებულია, თვითონ ადამიანებიც ახდენენ ამის უტრირებას, იმიტომ რომ ეხა კლინიკურად დიაგნოზი თუ არ დაგისვეს რომ დეპრესიაში ხარ, ისე ძალიან რთულია რომ თქვა რომ ეხა დეპრესია, ცუდ ხასიათს ეძახიან ხოლმე ხშირად დეპრესიას. და რაც შეეხება ბავშვობის დროინდელი ტრამვა შეიძლება ყველას გვაქვს გამორიცხული რაც არ უნდა კარგი რაღაც ბავშვობა თუ პირიქით თუ ბავშვობა საერთოდ არ გახსოვს ესეც ნიშნავს რომ რაღაც ისეთი ტრამვული მომენტები მოხდა შენს ბავშვობაში რაც უბრალოდ დაბლოკილი არის ასე ვთქვათ რაღაც შავყუთში არის გადაგდებული და აქედან გამომდინარე თითქოს არ გახსოვს და მარტო დეპრესია არა სხვადასხვა მენტალური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობის დროინდელმა ტრამვებმა ყველას გვაქვს აუცილებელიც არის რომ გქონდეს იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ადამიანი ვერ განვითარდება და ბავშვობის შემდეგ ხო არის რაღაც ეტაპი, ანუ ხომ და გაუმკლავდეს ამ ეტაპს და ვეღარ გაუმკლავდება თუ ეს რაღაც ბავშვობის ცუდი გამოცდილებები არ მიიღო. ასე რომ ამაში საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. უბრალოდ ზოგ შემთხვევაში ეს ფსიქიკა არის ძალიან გადატვირთული და შესაბამისად ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება და ზოგ შემთხვევაში ადამიანს კი შეუძლია რომ თვითონვე გაუმკლავდეს.
ხო, მაგრამ ამას ალბათ რაღაც ერთგვარი ცოდნაც სჭირდება, რომ შენ თვითონ გააცნობიერო ის. აი ძალიან სწორად აღნიშნეთ სხვათა შორის, იმიტომ რომ ზოგჯერ იმიტომ ვერ იაზრებ, რომ ეს ტრამვაა, რომ ეს თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად არ ვიცი, ეს არის ჩემი ცხოვრება და ასეც უნდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე ვერ ვიაზრებ, რომ ეს მოვლენა, ვთქვათ, ან ეს რაღაც ქცევითი პატერნი, როგორც მეკცეოდნენ მშობლები, ეს მგონია ნორმა. ამიტომ ვერ ხვდებით, რომ ტრამვაა და ამიტომ ვერ ხვდები ეს კონკრეტული რაღაც პრობლემა, რაც ახლა მაქვს საერთოდ რატო და დედა ჩემიც ვერ ხვდება და იქ ბებიაც ვერ ხვდება, იმიტომ რომ ამას უკვე საგვარეულო ტრამა ქვია. მათთვის ეს შეიძლება ნორმა იყო რაღაც დოზით და თქვათ ეხლა უკვე ამ დროს აცნობიერებ, რომ არა ეს არ იყო ნორმა და ამ შემთხვევაში როცა ან ვერ აცნობიერებ და მე ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, ის გაცნობიერებინებს ასე ვთქვათ. ხო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს კარგია უკვე რომ ფსიქოლოგებთან ასე თუ ისე დაიწყო. კი, არის ამის კულტურა უკვე. ამის კულტურა. თქვენ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, პაციენტი არის სწორი საერთოდ კლიენტია სწორი, მაგრამ მე პაციენტს ვეძახი, არ შემიძლია რომ კლიენტი დავარქვა. ხო, პაციენტი ალბათ. პაციენტი არის. აი უმრავლესობა შემთხვევაში რომ მოგმართავენ, თქვენ თვლით, რომ სწორი მომართვიანობა აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები თუ როგორც ამის წინ აღნიშნეთ, რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი რაღაც აკვიატებაა, რომ ცუდ ხასიათზე არიან ხოლმე. აი ეს პირიქით საერთოდ არ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ფსიქოლოგი არ ჭირდება და ისე კარს მომადგა ესეთი რამე არა, მაგრამ არის ხოლმე რომ ძალიან იშვიათად ნევროპათოლოგის პაციენტი მოდის ჩემთან, არის ხოლმე როდესაც ფსიქიატრის პაციენტი მოდის ჩემთან, თუმცა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ნევროპათოლოგი ხანდახან აუცილებელია რომ სამივე ერთად ტანდემში იმუშაოს. და ხანდახან აუცილებლად უფრო ფსიქიატრი, ფსიქოლოგი უფრო ერთად ყველაზე იდეალურ შედეგს იძლევა ხოლმე, მაგრამ თუ რაღაც ახლა ცხოვრებისეული პრობლემა აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში და არ არის რაღაც კლინიკური სურათი, ამ შემთხვევაში მარტო ფსიქოლოგიც მშვენივრად უმკლავდება პრობლემას. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ თქვენ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, რომ ფსიქიატრების სხვათა შორის აფხაზეთიდან არის. მართლა? გამორჩეულები, სასახელო, აი მე ძალიან დიდი მადლობა. მართლაც და პროფესიონალები პირველ რიგში და აქედან გამომდინარე მარიამსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს ამ ყველაფრის და პირიქით ნუ ცოდნაც ალბათ თავისთავად ძალიან დიდი. კი, ცოდნა აუცილებლად და სად გადის ზღვარი პროცედურების, ანუ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს გულისხმობ როგორც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულებას შორის. კი ბატონო, ზღვარი ალბათ გადის მოტივში, რატომ მოდის ადამიანი თქვენთან. მოტივი უნდა იყოს საკუთარ თავზე ზრუნვა და სიყვარული და თუ ძალიან ხშირად მოდის თქვენთან და ამ ყველაფერს რაღაც ისტერიული სახე აქვს, თუ არც გემორჩილებათ, მოთხოვნები აქვს არაადეკვატური, ისეთ რაღაცას გთხოვთ, რაც არ ჭირდება და ასევე უკმაყოფილოა წინა ჩატარებული პროცედურებით მუდმივად და თუნდაც აი ერთ სიტყვას გეუბნებათ ესეთ რაღაცას, რომ ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლის და უკვე ამ თქვენს პროცედურებს ისე იყენებს, როგორც ფსიქოთერაპიას, უკვე ეს გადადის დამოკიდებულებაში, ანუ ადიქციაში. და ეს დაახლოებით ესე მუშაობს, რომ სანამ არ გაიკეთებს ღილავს, მერე გაიკეთებს, დამშვიდდება ცოტას და მერე ისევ იწყება. აი ეს უკვე არის დამოკიდებულება. რა კითხვა მინდა და რა კაია. თქვენთან მინდა და მოსვლა და ეხლა დაგისვათ ამ კითხვას, რომ მე მეშინე ლიფტის, ოღონ ნახეთ, როგორ. ყველგან არა. ანუ უცხოეთში არ მეშინია, რა ვიცი 38 სართულზე წავდივარ. რაღაც ეთყობა გაიჭედე სადღაც. კი, გავიჭედე, კი, იმის დევილობის დროს გავიჭედე ერთ-ერთ იმაში, რა ქვია, პატარა ლიფტში. ჩემთან სახლში მეოთხე სართულზე ავდივარ აუცილებლად ფეხით. თუ პატარა არის, აი ძალიან პატარა არის ლიფტი, ფაქტიურად არსად არ ავდივარ, მხოლოდ ავდივარ ფეხით. თუ ოდნავ დიდია, კი. ადრე მქონდა თვითვრინავზე და შემდგომ ეს გადავლახე იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ჭირდებოდა და მიწევდა. ეხლა მაინტერესებს აი თქვენ რა სიტყოდით ამ შიშებთან და შიშებთან პირად ეხლა აი ამ შიშთან დაკავშირებით. პირად кейსზე, ანუ კითხვა მაქვს ჯერ საზღვარგარეთ ყოფნის დროს პატარა ლიფტებში ასევე გეშინია შესვლა? კი, პატარა ლიფტებში მეშინია, თუმცა ვცდილობ რომ უკვე წინასწარ დავჯავშნო ისეთი სასტუმროების
ანუ ლოგიკურად უბრალოდ პატარა ლიფტების გიშინია. ერთადერთი გონკონგში როცა მოვხვდი, მაშინ აი უბრალოდ მართლა აღარ იყო უკვე არც გარედან დასასვლელი, არც იმის კიდე სხვა გზა არ იყო და მაგ დროს ისა კი ნამდვილად მეშინია მართლა მაქვს, მაგრამ თუმცა მაინც ვიყენებ ამ საშუალებას. ზოგადად არის ჩვენი აუცილებელი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც აქვს ყველას აბსოლუტურად და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ რო გადავრჩეთ ადამიანები, თუ ეს შიში თქვენ ფუნქციონირებაში ხელს გიშლით, უკვე ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული არის ფობია. ანუ თუ ამის გამო რაღაც ვერ გადაადგილდებით, ან ამის გამო რაღაც კონკრეტულ სასტუმროებს ჯავშნით, როგორც თქვენ თქვით, ხო, ზედმეტი საფიქრალი გიჩნდებათ. აი ეს უკვე არის ფობია და ფსიქოლოგიაში ფაქტობრივად ყველა შიშს ერთი მიდგომა აქვს, რომ რისიც გეშინია ის უნდა გააკეთო, ოღონდ უნდა გააკეთო გააზრებულად. და ნაწილ-ნაწილ უნდა გააკეთო. აი მაგალითად შეგიძლიათ მესამე სართულზე ახვიდეთ. ოღონდ უნდა გაიაზროთ, რომ ხა თქვენ ლიფტში ხართ. არაფერი არ გჭირთ. გამოხვედით ლიფტიდან ცოცხალი ხართ. აი გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. მე უნდა ახვიდეთ მეხუთე სართულზე. მე უნდა დაისვენოთ რამდენიმე დღე, რომ ეს ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავარდეს, რაც მოხდა და ეს სტრესი რო გადამუშავდეს. მე უნდა ახვიდეთ მე-9 სართულზე და ასე. ოღონდ პარალელურად უნდა იყოს სულ ფიქრი. რას ვაკეთებ ამის ფიქრი. და ხა თუ მეკითხების გადალახვა შესაძლებელია. ეს ხა ანუ ასე ზედაპირულად ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაშინ ცოტა რაღაც თქვენს წარსულში უნდა გავიქექოთ, უნდა ვნახოთ. შეიძლება ეს პირდაპირ სწორხაზოვნად არ იყოს ესე გაგებული, რომ რაკი ლიფტში გაიჭედა ადამიანი, აუცილებლად ეხლა ლიფტის ეშინია. შეიძლება იქ რაღაც ისეთი მოხდა, რაც ზოგადად პატარა სივრცესთან ასოცირდება. ან გადატანით მნიშვნელობით ასოცირდება ესე იგი. კი თუ ფუნქციონირებაში გიშლით ხელს, კი ხა შეიძლება ადამიანს რაღაც ალიგატორების ეშინოდეს და კონდეს რაღაც კი მე მაქვს რაღაც რამდენიმე ფობია, მაგრამ ესე ყოველდღიურობაში არ მიშლის ხელს, ამიტომ ხო ნიანგი არსად და ასე რომ შეიძლება რომ კონდეთ, ხა ძაღლის თუ გეშინიათ ზუსტად იგივე დოზით, მაშინ ეს უკვე სამსახურშიც ვერ წახვალთ, გარეთაც ვერ. მარიამ, ძალიან გავრცელებულია დღეს საქართველოში კვებითი აშლილობა, განსაკუთრებით მოზარდებში და არა მარტო უკვე ზრდასრულებშიც. სულ არის ამაზე საუბარი, ამის შიში, აი კვება და ბევრი პრობლემა არის ადამიანებში ამის გამო. აი რა იწვევს კვებით აშლილობას და სად უნდა ვიყოთ ფრთხილად მოზარდებში? კვებითი აშლილობა უკვე არის კლინიკური სურათი, რომელიც ხანდახან მარტო ფსიქოლოგი ვერ გადის ფონს, ამ შემთხვევაში ფსიქიატრის ჩართულობაც აუცილებელია. ეს შეიძლება რაღაც სხვადასხვა ტრამვისგან იყოს გამოწვეული, ძირითადად ეს არის ბულინგი, რომელიც სხეულს ეხება, ასე ვთქვათ, აი როგორი პუტკუნა ხარ, ან როგორი მსუქანი ხარ, ან რაღაც ეს არ გიხდება, ის არ გიხდება, მსგავსი რაღაცები, რაც შემდეგ უკვე მოზარდობაში იწვევს მსგავს პრობლემებს. ასევე აი ეს სილამაზის სტანდარტები, რომ აი ძალიან სოციალური ქსელი დღეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეხლა ერთი პერიოდი არ იყო თითქოს და ეხლა უკვე ძალიან გამხდარ გოგოებს აჩვენებენ და ანუ თითქოს ისევ ბრუნდება. ჩემს ბავშვობაში იყო ეს მოდა, რომ ყველა უნდა ყოფილიყო ძალიან გამხდარი. ეს სილამაზის სტანდარტების რა თქმა უნდა ადამიანზე ახდენს გავლენას და აი ამან შეიძლება გამოიწვიოს მერე სხვადასხვა კვებითი აშლილობა. თუმცა აი ძალიან ღრმად თუ ჩავალთ ანორექსიის შემთხვევაში მაგალითად ეს პირდაპირ პროპორციულად არ არის. ზედაპირულად არის კავშირში იმასთან, რომ მას უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს და სასურველი იყოს, მაგრამ ძალიან სიღრმეში რაღაც კონტროლს უკავშირდება და უფრო საინტერესო თემებს ვიდრე ეს მარტო ყვებაა, ვთქვათ, ზედაპირულად და მარტო სხეულია. ანუ ეფექტობრივად ასეთ დროს ადამიანისთვის ეს არის საკუთარი სხეულის ფლობა და საკუთარ სხეულზე ძალაუფლების ქონა, რომ მას შეუძლია რომ აკონტროლოს რა სჭამს და რას არ ჭამს და ეს კონტროლის მექანიზმი ვიცით ზოგადად რომ ნერვოზის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე წამყვანი. თავდაჯერებულობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ უფრო ღრმად რომ ვისაუბროთ. აი, საიდან მოდის თავდაჯერებულობა და აი მანდაც ზღვარი სად არის, რომ აი ეს თავდაჯერებულობა რაღაცა ისე მასში არ გადავიდეს, ამ პარტავნობაში, ხო, აი
და როგორ უნდა თქვათ, არ ვიცი, შეძენა ამის, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემთვისაც უკითხავთ, რომ თქვათ, აი საიდან გაქვს თავდაჯერებულობა? არ ვიცი, საიდან მაქვს, მაგრამ საიდან არ ვიცი. მე მგონია, რომ ბავშვობიდან ეს რაღაცნაირად მოყვება ალბათ, მაგრამ აი თუ შეიძლება ამის თქვათ შეძენა, რაღაცნაირად უფრო მეტად ასე ვთქვათ განავითარო საკუთარ თავში ეს თავდაჯერებულობა, რაც რეალურად მე ყველაფერში გეხმარება საქმეშიც, პირად ურთიერთობებშიც და ასე შემდეგ. კი, თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა, დასწავლადია. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არ აქვს, ის არასდროს არ ექნება. საკუთარ თავთან თვითონაც შეუძლია მიზნად დაისახოს და იმუშაოს ამ თემაზე, მაგალითად როგორ იცით, აი თითო დღეს რომ გააკეთოს თუნდაც თითო ისეთი რაღაცა, რისიც ეშინია, ვთქვათ, ან დისკომფორტში აგდებს, ხო? ესეც მატებს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რაც გულისხმობს თავდაჯერებულობას. აი მაგალითად რა, რამე მაგალითი რომ მოვიყვანოთ აი. აი მაგალითად თუ ვთქვათ აუდიტორიის წინაშე ეშინია საუბრის, თავის ერთ მეგობართან ერთად ისაუბროს. მერე ორ მეგობართან ერთად, მერე სამთან და აი ესე შეიძლება ამ თემაზე მუშაობა. ჩვენ გვინდა რომ მარიამმა ჩაატაროს სეანსები. ხო, საინტერესო. ძალიან საინტერესოა. იმედი ეს პირდაპირ ტექნიკებს რომ ამბობ, არ იქნება პრობლემა, ხო? არა, პირიქით. იმიტომ რომ ძირითადად არ ამბობენ ხოლმე და არა, პირიქით, საინტერესოა და მე ვთვლი რომ რატომაც არა. საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რამე არის, როგორ უნდა მივხვდეთ, ან როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჭირდება მას ფსიქოლოგიური დახმარება. კი ბატონო. ფსიქოლოგი ზოგადად ჯერ ისე განვიხილოთ, როგორც რაღაც ფუფუნება. ყველას, აი რომ ჯერთიან თავიდან ბოლომდე იდეალური, როგორც გარეგნობა არ არსებობს, ისე არ არსებობს მენტალური მდგომარეობაც. და თუ ადამიანს საერთოდ არაფერი არ აწუხებს ცხოვრებაში, რაც ძალიან იშვიათი გამონაკლისია, მაინც მისთვის არის ძალიან დიდი ფუფუნება, თუ ეყოლება პირადი ფსიქოლოგი, ასე ვთქვათ, ივლის ამ პირად ფსიქოლოგთან და თუნდაც თვეში ერთხელ ექნება ვიზიტი. თუმცა თუ რაღაც კლინიკური სურათია, თუ არის შიშები, ფიქრები, აკვიატებები, დეპრესია, ნერვოზი, ქცევითი აშლილობები, ხო, ამ შემთხვევაში ახლობლებიც უნდა მიხვდნენ და თვითონ ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, თუ ვერ ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა. კი ბატონო, და ახლობელი უნდა მიხვდეს უკვე ადამიანზე თუ ატყობს, რომ რაღაცა უჭირს, ანუ არ არის ვერ აკეთებს საქმეს. ვერ არის ყოველდღიურობაში თავისუფალი. აი მაგიტომაც გადავწყვიტეთ მარიამ ჩვენ რომ დღეს ყოფილიყო თქვენი ჩართულობა ფსიქოლოგიის მხრივ, იმიტომ რომ ვთვლით ასევე რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სფეროსთვის, სილამაზესთვის, ჯანმრთელობისთვის ფსიქოლოგიური შინაგანი განწყობა, რომელსაც ქმნით და ესეც ერთ-ერთი როგორც ვარჯიშობთ, დავდივართ, ან როგორც ვიკვებებით სწორად, როგორც მენტალური, როგორც ეგ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და დღეს ძალიან კარგად გვეხმარებით ამ ყველაფრის ესე ახსნაში და მინდა რომ კიდე გავაგრძელოთ. მეც 4 შვილი მყავს და 1 შვილიშვილი და ყველას თავისი მარტო წვრთნა რას უშველის ბუნება მარუშველას. ყველას თავისი ბუნება აქვს აბსოლუტურად და სულ ვკითხულობ ხოლმე და მაინტერესებს აი მაგალითად როცა ცუდ ხასიათზე არიან ან რაღაცა თქვათ პრობლემა აქვს, აი უთქვიათ ხოლმე მაგალითად რომ ნუ აი რაღაცა დეპრესია მაქვს, აი რაღაცა დეპრესია მაქვს. აი ის კითხვა რაც დაგისვით ამის წინ როგორ უნდა მიხვდეს ახალგაზრდა გოგონა თუ მნიშვნელობა არ აქვს, რომ თვითონ მას სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. თუ აი დეპრესიას გულისხმობთ კონკრეტულად, თუ ეს ცუდი განწყობა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში რაღაც ორ კვირაზე უფრო მეტხანს გასტანს, უკვე ასე ვთქვათ, რაღაც წითელი დროშაა და შეიძლება რომ მივიდეს ერთი ვიზიტი თუნდაც ფსიქოლოგთან. და ზოგადად ხანდახან ადამიანს
არ უნდა რომ მიიღოს ის მომენტი, რომ რაღაც პრობლემა აქვს. იცით რატომ? იმიტომ რომ ფსიქოლოგთან სიარული არავის არ უყვარს. ფსიქიატრთან ხომ მით უმეტეს ჯერ ერთი სტიგმატიზირებულია ეს თემა, რომ თუ რაღაც ესე იგი სუსტი ადამიანი ხარ, ესე იგი რაღაც სერიოზული პრობლემები გაქვს, საკუთარ თავს თვითონ ვერ უმკლავდები და ამიტომ არ უნდა ადამიანს რომ მივიდეს. და მეორეს მხრივ ადამიანს ურჩევნია რომ ფიზიკურად ტკიოდეს რაღაც, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ბევრად უფრო პროგნოზირებადია, ხა იქ რაღაც მიხვალ ექიმთან, ის კონკრეტულ დიაგნოზს დაგისმევს, მედიკამენტს დალევ და გაგივა. ასე თუ ისე აუცილებლად, ხო? და ამ შემთხვევაში აი ცოტა გაუგებარია ზოგადად რა ხდება. ეხლა რომ მივიდე ფსიქოლოგთან, ვერ ვხედავ რას აკეთებს, ესეც აღნიშნულ, აი რაში ვიხდი ფულს. რა გააკეთა იმ კონკრეტულ მომენტში. ეხოსკოპიაზე რომ მივიდე, ეხოსკოპიის აპარატი დამადო, მე დავინახე, რომ ეს აპარატი დამადო, მე ფურცელი ამომიბეჭდა, რაც ნიშნავს, რომ აქვს აზრი. და აი ამ შემთხვევაში თითქოს ვიღაც გესაუბრება, არა და ეს ვიღაცის საუბარი ნამდვილად არ არის, ძალიან შრომატევადი საქმეა. ყველაფერს უნდა დააკვირდე მიმიკას, გამოხედვას, რა მოხდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა. ნუ აქედან გამომდინარე ერთ სიტყვით ადამიანები მაქსიმალურად გაურბიან იმ მომენტს, თუ რაღაც ძალიან არ შეაწუხებს, რომ მივიდეს ფსიქოლოგთან. ასევე არის ის მომენტი, რომ ზოგჯერ კრიტიკაც არ არის. აი როგორც წეღან ვახსენე, რომ ეს ჩემთვის შეიძლება იყოს ნორმა, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ საერთოდაც არ არის. აი რატო ხდება ესე, რომ მაგალითად ადამიანს სანამ მართლა ღრმა დეპრესიაში არ გადავარდება, მანამდე არ მიდის ექიმთან. აი რატო ინფორმაციის ნაკლებობა არის თუ რაში? ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე როგორც ვთქვით, ეს არის სტიგმა და ასევე აი ახლობლების მხრიდანაც განა მარტო თვითონ ადამიანი, ახლობელსაც ხშირად ძალიან უჭირს იმის მიღება, რომ მის ახლობელს რაღაც პრობლემა აქვს, დანაშაულის განცდა უჯდება ხოლმე. ვთქვათ შვილზე ხო საერთოდ, რომ აი ჩემ შვილს თუ პრობლემები აქვს, თითქოს არა ეს მის რაღაც ხასიათობრივი შტრიხია. იმიტომ რომ მე ეს რაღაც დანაშაულის განცდას მიჩენს, რომ სად შემეშალა, რა შემეშალა, რა გავაკეთე არასწორად, იქნებ რაღაც ცუდი დედა ვარ, ამ განცდებს ვადებს. ამიტომ ეს უარყოფა ზოგადად ჩვენი ტვინის თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანი არ შეიშალოს ჭკუიდან, მაგრამ გვიშლის რაღაცეებში ხელს, ხო? იგივე მეუღლესთან მიმართებაში, აი თუ მეუღლეს აქვს პრობლემები, ხო, აქაც იგივე ირთვება, რომ თითქოს ეს რაღაც მისი ხასიათობრივი შტრიხია და აქედან გამომდინარე, აი მართლა რაღაც ძალიან თუ არ გამწვავდა, ისე ძალიან იშვიათად, რომ კულტურაც არ არის. ეს მენტალურ ჰიგიენაზე ზრუნვა არ არის მნიშვნელოვანი. და ხა სალომემ სხვათა შორის ძალიან სწორად აღნიშნა ესეთი რაღაცა, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი ნამდვილად არის მენტალური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ადამიანი მენტალურად თუ არ არის ჯანმრთელი, ის ფიზიკურადაც ვერ იქნება ჯანმრთელი. ხა რატო? აი მაგალითად კბილიც რო ახსენეთ, კბილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პაციენტი მყოლია ისეთი, ვისაც შფოთვა აქვს და კბილი ტკივა, მაგრამ ვერ მიდის. იმიტომ რომ ნუ იქ ადრენალინს რო გამიკეთებენ, გული ამიჩქარდება და მიმართება პანიკური შეტევა და ამიტომ დადის დასაპლომბი კბილით, ხო? მარტო კბილს არ ეხება ეს ყველაფერს. არის ასევე ისეთი მომენტები, რომ უკვე ეს ძალიან ისეთ ქცევით აშლობებზე მაქვს საუბარი, რომ ადამიანი თავის რაღაც რწმენებიდან და ხედვებიდან გამომდინარე საერთოდ ექიმს არ ცნობს. ესეც შეიძლება რომ იყოს. ამიტომ ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ვერ იქნება, თუ მენტალურად ასე თუ ისე რაღაც ნორმაში არ ჯდება. და სხვათა შორის მარტო სხეულზეც არ არის, მატერიალურ შემოსავალზეც არის. თუ ადამიანი მენტალურად არ არის, ასე ვთქვათ, ნორმალურ მდგომარეობაში, თანხების გამომუშავებაც ძალიან ჭირს. იმიტომ რომ სამსახურში იგივე პანიკური შეტევა ავიღოთ, ხო? სამსახურში ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ გეშინია. გეშინია ცუდად არ გახდე, გეშინია გული არ წაგივიდეს. ეს ხო გიშლის ფუნქციონირებაში ხელს. ამიტომ ყველაფრის თავი და თავი კიდე ძალიან საინტერესოა ფსიქოსომატიკაც. ეს ამას თუ ჩავყვებით, საერთოდ ონკოლოგიური დაავადებებიც შესაბამისად არის მენტალური მდგომარეობებიდან გამომდინარე, გულსისხლძარღვოვანთა დაავადებებიც და ზოგადად ფსიქოსომატიკა ძალიან საინტერესოა. არ არსებობს ვერ ვიხსენებ მართლა გულწრფელად ისეთ სფეროს, რომელიც ჩვენს მენტალურ მდგომარეობას არ ეხება. ო, რა თქმა უნდა და მე პარალელს გავავლებდი, ეხლა მარიამს რა უსმენდი, თქვა, აი ზუსტად რაც ჩვენთანაც იგივეა. აი, როდესაც მაგალითად რაღაც პროცედურას იკეთებენ, რომელიც ბუნებრიობას უნარჩუნებს და არ ჩანს იმ წუთას, რომ
ვარა შედეგი მაქვს. ვარა შედეგი მაქვს, რა თქმა უნდა. ეს ძალიან იშვიათია, თუმცა ეხა უკვე მიეჩვია ამასაც ჩვენი მომხმარებელიც და ხალხიც, იმიტომ რომ ადრე 12-13 წლის წინ ამაზე ზედმეტი იყო საუბარი, იმიტომ რომ მხოლოდ ნემსით, მაგალითად, იმიტომ რომ აი მომენტში აქ რაღაცა ვთქვათ ესეთი ის მიღებული და ვთქვათ ჩვენს აპარატურულ მეთოდებს ნაკლებად ცნობდნენ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეგ მუშაობს. ხო, რა გამიკეთა განა ვთქვათ, წარმოდგენით რა უნდა გამიკეთოს, იმიტომ რომ ის ისე ხდება ამ პროცესების ალაგება და ნელ-ნელა კოლაგენის და ელასტინების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივად რომ ის ესე რომ მიხვალ უცებ ესეთ დიდი შედეგი არ აქვს როგორც თქვენ თქვით ახლა კი თუ არ დაინახე შედეგი ხო თუმცა ეხა მე მინდა ვთქვა რომ ბევრად წინ ვართ ასე რომ ბევრად წინ ვართ და ხო ნუ ინფორმაციაც მეტი არის უმეტეს მეტი ხო ნამდვილად ეგრეა კი ესე იგი რეალურად აი საკუთარ თავზე ზრუნვაში ზუსტად აი ეს რასაც თქვენ ბრძანებთ ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა რომ აი თქვათ რაღაც მეზოთერაპია, მსგავსი სახის თუნდაც სახში მოვლის რუტინა, ხო სკინქეარი აი ამას აქვს უფრო თერაპიული სახე. ხო, სკინქეარი. კი ბატონო. ვიდრე ვთქვათ იმას, რომ ადამიანმა რაღაც ფილერი გაიკეთოს. ნახებთ, ტკივნეულობა ალბათ თქვენს კარგად ხაზს გაუსმევთ, ხო, ეს თუ გინდ როცა გტკივა, ანუ პროცედურას რო იკეთებ, რაც ტკივა, აი ზუსტად საინტერესო თემაა ეგ. ზუსტად ეს არის, აი მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამის მიმართ, რომ ამ ტკივილს იტანს ადამიანი რაღაცის სილამაზე მოითხოვს რეალურად. თუმცა მე სულ ვიყავი მაგის მომხრე და დღისაც მაგის მომხრე ვარ, რომ ყველაფერი უნდა იყოს უმტკივნეულად. აბსოლუტურად, ამიტომაც ვიბრძვით და ვიბრძოლეთ, მაგრამ მართლა მივაღწიეთ შედეგს, რომ სრულიად უმტკივნეულად, ბუნებრივად მივაღწიოთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც გვინდა და არა ერთჯერადად და ესეთი მომენტალურად. ზრუნვა სხვათა შორის არ გამორიცხავს ტკივილს, იმიტომ რომ იგივე კბილის გაწმენდაც შეიძლება ტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა, ხო? იგივე აი ეს რაღაც პროცედურები, ესეც დღეს უკვე მე მგონი ეგეც აღარ არის მტკივნეული, ნახეთ მოდით. ხო, რომ იყოს მტკივნეული, ესეც არა ხო, ჩემთვის მაგალითად აი ტკივილი არ არის რაღაც ნუ გააჩნია ტკივილს, მაგრამ რაღაც დოზით აი პროცედურა თუ ვიცი რომ შეიძლება ცოტა მტკივნეული იყოს, მაგრამ ჩემთვის სასარგებლო პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, მაგრამ ნუ ეს არ უნდა იყოს ისეთი რომ ხო, ნუ თუ გვაქვს ამის საშუალება რომ რა თქმა უნდა საერთოდ ამას საერთოდ არაფერი არ ჯობს რა თქმა უნდა მაგრამ ზოგადად ხო ეს ტკივილიც თავის მოვლის ერთ-ერთ იმაში გადის ხო მაგრამ ნუ ეს არ უნდა იყოს ალბათ ძალიან ისეთი რომ სტრესი მოგაყენოს აი სტრეს სხვათა შორის ბოდიშკი ხდით აი სტრესს აი ქალბატონი ნატალიასაც საუბრობდა ხო აი ესეთი პატარ-პატარა პროცედურებიც აკეთებს კი ბატონო ანუ სტრესულია ეს და ზუსტად შეიძლება იმ მომენტში ვერ იაზრებდეთ აი ხა თქვენ როგორც თქვით რომ ეს პატარა ტკივილი ჩემთვის პრობლემა არ არის მაგრამ მაინც ეს არის კი სტრესულია მაინც და შესაბამისად ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს მართებთ აი ამის რაღაცნაირად გაგება გვერდში დადგომა პაციენტ და უნდა ესმოდეს ექიმს რომ შენთან ახლა პაციენტი რომ მოდის ის რეალურად განიცდის სტრესს ყოველდღიურად მუდმივად გვიწევს ადამიანებს სტრესში ყოფნა ეს იქნება საქმე სამსახური შვილები ოჯახი გარემო რომელიც ძალიან სტრესულია დღეს მთელ მსოფლიოში აი როგორც ფსიქოლოგი რა რჩევას მოგცემდი ჩვენ როგორ უნდა ვეცადოთ რომ ავირიდოთ ეს ყოველდღიური სტრესები არ ავყვეთ და შევინარჩუნოთ ის სიმშვიდე რაზეც ვსაუბრობდით გადაცემის დასაწყისში რომ აი შინაგანი სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, აი ხა ძალიან სწორად აღნიშნოთ, რომ ყველაფერი სტრესია, სიხარულიც სტრესია. აი ძალიან თუ გაგიხარდა ადამიანს, ესეც სტრესია, ხო? ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ აი თითქოს რაღაცა ცუდად რო ხარ, თქვათ თავი გტკივა, ხო? აი რამ დამსტრესა?
თითქოს არაფერმა აი კონკრეტულად რაღაც სტრესი ეძახიან თუ რაღაც ძალიან დიდი სტრესი მოხდება. რეალურად ეგრე არ არის. ანუ აქედან გამომდინარე, რა კი იცით რომ დღის განმავლობაში ისტრესებით, გარემო გსტრესავთ, იქ სამსახური გსტრესავთ, ინფორმაცია ძალიან ბევრი სტრესული. ინფორმაცია არ იფილტრება, ყველაფერი თავის ტვინში შემოდის, ხო? პატარა რაღაც თავშესაფარები უნდა გქონდეთ, ასე ვთქვათ. ეს თავშესაფარი გულისხმობს, რომ აი რიტუალის სახე, აი იგივე თავის მოვლა, ვთქვათ, სკინკეარის საღამოს, ხო? რუტინა საკუთარი თავისთვის, იგივე ცხელი შხაპის მიღება, ანუ ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს რაღაც მოგზაურობა თუნდაც, ან შაბათ-კვირა სადღაც წასვლა. აი ეს თქვენ რაც ახლა გასვენებთ დაუშვათ, თქვენთვის რაც არის ანტისტრესი, ის ჩემთვის არ არის ანტისტრესი. ამიტომ ეს ამას უნდა მიაგნოს ადამიანმა და მე პირადად დღეში ვიცი რომ ძალიან დიდი დროა, მაგრამ 3-2 საათი მაქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ ამ ჩემს თავშესაფარში ვიყო. იმიტომ რომ მეორე დღეს რო ვიყო ფუნქციური, ამისთვის მჭირდება, რომ აი დღის განმავლობაში 3 საათი არაფერი არ ვაკეთო საერთოდ. და ტვინი გათიშო რაღაცები. კი, ანუ ამ არაფრის კეთებაში უფრო შეიძლება ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც მე არ მღლის და აი ვიტყოდი რომ რაც სისულელეა. რო არ ვფიქრობ. ეხლა მე ხარ შემიძლია რომ დავждე და არაფერზე არ ვფიქრო. ხო, აი რაღაც აი ვთქვათ ისეთი რაღაც, რაც ზედმეტ რესურსს ჩემსგან არ მოითხოვს. და ნუ ხო არის ესეთი დღეები, რომ ვერ ხერხდება. ეხლა 3 საათი ძალიან დიდი ფუფუნებაა და ნუ არ ვიცი, მე ძალიან მეტყობა ხოლმე. ალბათ განტვირთვა უნდა მოახდინოს ყველა ადამიანმა თავისი შესაბამისობიდან თუ მისთვის რა არის განტვირთვა, ხო სწორია? მეც ესე ვთვლი, რა ვიცი ხო. ხო, ნუ რთულია ეს თითქოს ეს საუბრობთ მარტივია, მაგრამ ამის მოძებნა ძალიან რთულია, როდესაც სტრესში გიწევს ადამიანს ყოფნა. თქვენ ისედაც გაქვთ ეს. უბრალოდ უნდა დააკვირდეთ რა არის ეს თქვენთვის. თორე ანუ ისედაც ნუ აქამდე ვერ მოხვიდოდით, რაღაც გექნებათ აუცილებლად, რითიც თავს იმშვიდებთ. კი, მე მაგალითად მარტოობა არ არის ანტისტრესი. პირიქით სტრესია, არ შემილია პირიქით, ანუ რაც შეიძლება მეტი გარემოცვაში როცა ვარ, უფრო მეტად ვისვენებ, ანუ მაგრამ მარტო ყოფნის დროს შესაძლოა ფიქრები გიტევთ. იცი რა, კიდე კარგი ალბათ რომ დრო არა მაქვს ამ ფიქრებისთვის, მე ესე ვფიქრობ რა, არ ვიცი, შეიძლება იყოს მაგისთვის. მარტო მიყვარს ყოფნა და იმ ფიქრების გაანალიზება და ამ ფიქრების დაკვირვება ამ ფიქრ თუნდაც აი რაღაც სტრესები და მე დაკვირვება ჩემი ფიქრების. მე პირიქით ეგ მიყვარს. რაღაც თქვით, ეს არის ადამიანის აზროვნების უმაღლესი ფორმა, მეტაკოგნიცია ქვია, როცა ადამიანი ფიქრობს თავის ფიქრზე. ანუ ფიქრობს რა იფიქრა, ასე ვთქვათ და ეს კი ძალიან მაგარი რაღაც არის, იმიტომ რომ თუ გარედან შეხედავ რეალურად საკუთარ თავს, ძალიან ბევრი ისეთ რაღაცას დაინახავ, რასაც ვერ ხედავ. და აი ქალბატონი ნატალის შემთხვევაში ესეც ძალიან ჩვეულებრივი ბუნებრივი მომენტია, რომ ანუ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონს და ეს არის ასე ვთქვათ მისთვის დასვენება. თუმცა მე მაინც გირჩევთ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და საკუთარ თავთან დიალოგი ყველაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვა ადამიანებთან. წინა ეპიზოდში დავაანონსეთ გათამაშება და დღეს გამოვავლენთ გამარჯვებულ შემთხვევითობის მეთოდით და გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს OnDaPros პროცედურას. გამარჯვებული გახლავთ ანიკ ამლაძე, გილოცავთ და გელოდებით ნატალი ჯგუფში პროცედურა OnDaPros-ზე. გილოცავთ. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და დარწმუნებული ვარ კიდევ რომ მოხვალ ჩვენთან. სიამოვნებით. და ესე მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი, შენც დაიმშვიდობო ჩვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და აუცილებლად მოვალ კიდევ თქვენთან. თუ მომიწევთ იმ შემთხვევაში. მადლობა რომ გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მომავალ შეხვედრამდე.